2028 წელი მოდის და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რას ვშვებით, გაყალბების რას სისტემას უპირისპირდებით და რა შემთხვევაში გვაქვს ამ სისტემის დამარცხების შანსი. Am sistemit რო ჩაეტარებინათ ნაციონალურ მოძრაობას, აი ეს 2012 წლის არჩევნები. დღესაც ისევ ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში. Აი, როდესაც ამბობ, რომ თვისობრივად შეიცვალა ეს სისტემა 2018 წელს, რას გულისხმობ? 3-5% რაც ტრადიციულად აყალბებდნენ, გადაიქცა უთბად 20%-ად. Software-ი, რომელიც რუსეთმა მისცა, ამომრჩეველთა ქცევის პროგნოზირების პროგრამა. თუ შეუძლია შევიდეს იუსტიციის ბაზებში და ეკა კვესიტაცია ან მთლიანად გააქროს მონაცემთა ბაზებიდან, ან დაამატოს ახალი ეკა კვესიტაცია. Აი ამ ახალმა სისტემამ, მობილიზაციის და გაყალბების სისტემამ მოუმატა 20% სახელმწიფო კანდიდატს. ყველა სახელმწიფო არის განწირული და ის მთავრობა არის ავადმყოფი, რომელსაც ხმების მისაღებად ჭირდება კრიმინალური სამყაროს დახმარება. ხო, როგორ ხდება საინფორმაციო ოპერაცია და ჩვენი ასე თქვა გონების მართვა. ანუ ეს დუღილის ტემპერატურამ რო არ მიაღწიოს უკმაყოფილების პიკს, ამისთვის ჭირდება სხვადასხვა საშუალებები, ერთი რო ყურადღების გადატანა მოხდეს, მეორე გახლეჩვა მოხდეს. ეხლავე აქვთ დაწყებულია 2028 წლის მორიგი როგორ უფრო სრულყოფილამდე მიიყვანონ ეს სისტემა. რაზეც დღეს არა აქვს წვდომა მოახდინონ მანიპულაცია, ეს არის